ხარაგაულში მდინარე ყარნებას ხეობაში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი დაგუბებების აღმოფხვრისა და მდინარის კალაპოტის გახსნის მიზნით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხარაგაულის მერის კობალ ურსმანაშვილის ინფორმაციით პროცესის მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის დადაბლება. მიწის მასა ისე ნაწილდება, რომ წყლის დონის მომატებისას თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკების წარმოქმნა. რკინიგზის დეპარტამენტმა უკვე გაწმინდა მდინარე ყარნებას კალაპოტი ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა. ამასთან ტერიტორიაზე სამაშველო სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს. პროცესში აქტიურად არიან ჩართული საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენლები. განაცხადა კობალ ურსმანაშვილმა. მისი თქმით, დამეწყრელ ზონაში სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება, რათა რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყო. ხარაგაულის სოფლებში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრობის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ გამოცემასთან ჩემი ხარაგაული. ძალიან კარგია, რომ მდინარე ყარნებას კალაპოტის გაწმენდა დაიწყეს. ვიცი, რომ გაწმენდითი სამუშაოები გეოლოგების რჩევით მიმდინარეობს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტების რეკომენდაციებს მისხალ მიყვნენ და მეწყერის არიდების ისეთი სისტემა შეიმუშაონ, რომ პროცესები არ გამწვავდეს. ამ პროცესებზე გეოლოგების მუდმივი დაკვირვება უნდა გაგრძელდეს. მდინარე ყარნებას კალაპოტი მაქსიმალურად ბევრ ადგილზე უნდა გაიჭრას, რომ დაგუბებული წყალი გავიდეს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მოსახლეობა უნდა გაფრთხილდეს და მეწყერსაშიში ზონიდან ყველა გაასახლონ. საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმებია მოსალოდნელი. ეს მეწყერი დიდ ფართობზე გაიშლება, ამიტომ გეოლოგებისგან მუდმივი დაკვირვება უნდა გაგრძელდეს. ძალიან უცნაური მეწყერია და ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ ის გარდა ტექტონური პროცესებისა ანთროპოგენულმა ჩარევამ რკინიგზის გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია. თქვენ გახსოვთ, რომ სარკინიგზო გვირაბები აფეთქებებით გაჰყავთ. ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობამ გარემო ხარაგაულში სხვა ადგილებზეც ძალიან მნიშვნელოვნად დააზიანა. სამწუხაროდ არ ჩატარებულა კვლევები და არ ვიცით რა შეცდომები დაუშვეს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობის დროს. რა ზემოქმედება მოახდინა ამან გარემოზე. ეს ახალი სარკინიგზო გვირაბები დამეწყრელ სოფლებთან ძალიან ახლოსა. კარგი იქნება, რომ გეოლოგებმა ის გვირაბებიც ნახონ და შეისწავლონ, ამბობს ნინო ჩხობაძე გამოცემასთან ჩემი ხარაგაული. კიდევ ერთხელ ვიცით და გავიგეთ, რომ პირველადი გაფრთხილების სისტემა ჯერ კიდე ეფექტურად არ არის ამუშავებული, მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ძალიან სწრაფად მოახერხა რეაგირება. პრევენციული ღონისძიებების გატარება ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით მაინც არ შეგვიძლია ისე რომ მაქსიმალურად იყოს მიმდინარეობს ახლა მუშაობა ამ მიმართულებით და ვიმედოვნებ, რომ ცოტა ხანში მაინც ჩვენ გვექნება რაღაცა პირველადი რეაგირების სისტემები გამართული ყველა მუნიციპალიტეტისთვის. ხარაგაულში მეწყრულმა მასებმა მდინარე ყარნება ჩაკეტა. მდინარის ჩაკეტვამდე სოფელ ხემაღალსა და ღვერგში მეწყრული პროცესების გაუარესების შესახებ ინფორმაცია 2 თვის წინ გავრცელდა. სტიქიამ დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე საავტომობილო გზების ნაწილი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე საცხოვრებელი ფართიდან მერიამ ქირით 30 ოჯახი გაიყვანა. ამასთან სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით კომპლექსური საინჟინრო გეოლოგიური კვლევა შეისყიდა, რომელიც ხელშეკრულების პირობების თანახმად 2025 წლის 7 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.